ამას ეწოდება ღირებულებითი განათლება. ეს თბილისში უკვე დაწყებულია და რამოდენიმე დაახლოებით 30-ზე მეტ სკოლაში უკვე ეს ხორციელდება. არიან სასულიერო პირები, რომლებიც შედიან, იქ არის ჩამოყალიბებული ღირებულებითი კლუბები, სადაც თითოეულ კლუბში 25 ბავშვი არის გაწევრიანებული. ეხლა უკვე რაიონებშიც იგეგმება ამის გაკეთება, აი გუშინ და გუშინ წინ იყო ტრენინგები, იყვნენ ჩამოსული განათლების სამინისტროდანაც, იყვნენ ფსიქოლოგებიც და ბევრი საინტერესო რამ ითქვა, რომელიც ჩვენ სასულიერო პირებს დაგეხმარება სწორედ აი ამ ბავშვებთან მივიტანოთ სწორად ის რაც მათთვის იქნება უკეთესი და ეს ძალიან კარგი რამეა. ნახოთ აი სექტემბრიდან ალბათ ამოქმედება ის და რაღაცა სიკეთეს მოიტანს ეს. სიკეთეს კიდევს ხადაშორის აი სულ მაქვს ხოლმე ეს დანაკლისი რომ მშობელთა სკოლები უნდა არსებობდეს. მშობელთა სკოლები თითოეულ სკოლასთან არსებული. ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად გუშინ და გუშინ წინ რაც იყო რომ მათ თავისი გამოცდილება რომ გაგვიზიარეს. ხო, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და ხომ გახსოვთ წინა შეხვედრებზეც ამაზე ვლაპარაკობდით რომ აი ესეთი შეხვედრები უნდა ხორციელდებოდეს და ძალიან კარგი იქნება რომ ხორციელდებოდეს ყველა სკოლასთან. სადაც ფსიქოლოგიც იქნება თავისი გამოცდილებით რაღაცას გეტყვის ბავშვთან ურთიერთობაში. შეიძლება სოციოლოგიც იყოს, იმას თავისი გამოცდილება აქვს. შეიძლება პედიატრი იყოს, იმას კიდე თავისებური გამოცდილება აქვს. შეიძლება სასულიერო პირი იყოს, იმას ხომიმართულებით აქვს გამოცდილება. იყოს სპორტის წარმომადგენელი, იმას თავისებურად და ასე შემდეგ და რაც უფრო ხშირად შეიკრიბება ასეთი ხალხი, შეიძლება იყოს ვიღაც რაღაც ხელოვნებად მცოდნე სიტყვაზე. რაც მეტი დარგის ადამიანი იქნება ჩართული და მშობლებთან ასეთ შეხვედრებს აწარმოებენ და მოხდება ურთიერთგაცვლა ამ ინფორმაციისა თუ გამოცდილებისა, მიდგომებისა, ჩვენ ყველას ბევრი რამე გვეცოდინება, როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა ჩვენ შვილებთან, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ როგორც მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და იმას წყალი არ გაუვა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენთ ხოლმე, რომ ეს ასე სულაც არ ყოფილა. ზოგჯერ ერთმა საქციელმა შეიძლება მოდი ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით. ოღონდ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, გუშინ ჩვენმა მეგობარმა ძალიან საინტერესო რამ მოგვითხრა, ესე იგი თავის. სწავლობდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და რაღაცა საკონტროლო უნდა ეწერათ, კოლოკვიუმს რო ეძახიან, ეს უნდა ეწერათ. ეს დაჯდა თავის მაგიდასთან და წერს და აღმოაჩინა რომ არ იცის ეს საკითხი, რასაც წერს. იქ იყო ერთი ასაკიანი ლექტორი, 70 წელს გადაცილებული. და მან უთხრა რომ პატივცემულო მე არ ვიციო ეს საკითხიო და გავალო თუ შეიძლება. არა მითხრაო რომ დაწერეო რაც იცი. დავწერე ერთი წინადადება და იმის იქით არ ვიციო არაფერიო და ავდექიო და ესე დემონსტრაციულად თქვიო რომ არ ვიციო პატივცემულო ეს საკითხიო და დავდე. წამოვიღე ეს როლიო და კარგიო მითხრა. დავტოვე აუდიტორია, გამოვედი და ეს როლიო სულ ესე ნახუწებად დავხიო და იქვე ნაგვისურნა იყო, ჩავაგდე და წამოვედი და ვფიქრობდი რომ თუ მომეცემა შესაძლებლობა რომ სექტემბერში გადავაბარო ეს საგანი, ვიცოდი რომ დამრჩებოდა ეს საგანი და ესე წამოვედი. სექტემბერში რომ მივედიო, დავჯექიო ჩემს საწერ მერხთან დავჯექიო ესე და უკვე ველოდები იმ სიტუაციას, რომ ეხლა უნდა შევეკითხო, რომ როდის ჩაინიშნება ეს შემდეგი გამოცდა და
ჩამოიარა ამ ლექტორმა და წინ დამიდო რვეული და გაიარა. ჩემი რვეული ამოუღია ნაგისურნიდან. აი ეს სუპატარ-პატარებად იყო დაქუცმაცებული. აუწყია, სკოჩი დაუკრია. და რაც მეწერა ერთი წინადადება იმის ქვეშო ნიშანი დაუწერიაო და შეუნახიაო. და ახლა სექტემბერში მომიტანა და აი ეს დამიდო წინა. ხოდა. აი ეს არის არასტანდარტული მოქცევა. სტანდარტული როგორ იქნებოდა? მას დაიბარებდნენ და კიდევაც ჩააბარებინებდნენ და შეიძლება იმაზე მეტად წყალებში მობძანეს გაეწურათ ვიდრე სხვა სტუდენტები. ხო, აი ამ საქციელის გამო რომ ესე დემონსტრაციულად დატოვა აუდიტორია, ხო, ზოგადად ხო ესე ხდება ხოლმე. მაგრამ რა იქნებოდა შედეგი? და ამიტომ აი მე რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითი? ამ ადამიანს ეს ამბავი არასოდეს არ დაავიწყდება. და ეცოდინება რომ ადამიანების შეცვლა სწორედ ასეთი საქციელებით შეიძლება. ასეთი ურთიერთობით შეიძლება. და ესეთი კიდე რამდენი ისტორია იქნება მოგროვილი და იმიტომ ამბობ რომ აი ამ ყველაფრის ერთმანეთთან გაცვლა და ამ გამოცდილების იმ დაგროვილი დავუშვათ ერთს რაღაც გამოცდილება აქვს მეორეს მესამეს ამ ყველაფრის ერთმანეთისათვის გაზიარება ჩვენ ყველას შეგვავსებთ და ყველას სხვაგვარად დაგვანახებთ. მაგალითად აი სულყვები ხოლმე ესეთი ის არის. მეუფე ანანია ჯაფარიძე გვასწავლიდა ხოლმე საქართველოს ეკლესიის ისტორიას. და ერთხელ დაინახა რომ შემოვიდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ვიცი სტუდენტი და ჩვენ საკონტროლოს წერდით რაღაცას. და შეეკითხა დაგვიანებით შემოვიდა და შეგიძლია რომ დაწერო და შეატყო რომ არ შეუძლია რომ დაწეროს. და დაჯდა ახლა ეს თავის მერხთან და მერე სხვა აყენა მეუფე ანანიამ აი დავუშვათ ალიკა აყენა. აბა რას წერო გითხარი? ყველა ერთი და იგივე რაღაცას წერთ. რას წერო? აბა შეგიძლია რომ მოგვიყვაო რასაც წერო? ახლა ჩვენ თავიდან ვერ მივხვდით. ვიფიქრეთ რომ ალბათ ეჭვი ხო არა აქვს რომ იმან იცის თუ არ იცის. ადგა და მოყვა. მერე ვასილი აყენა სიტყვაზე. შენ რას წერო? შეგიძლია რომ მოგვიყვაო? ესეც ადგა და მოყვა. ის შემოსული ხო ამ ყველაფერს ისმენს. და ახლა ეუბნება, ახლა შეგიძლია რომ დაწერო? დაწერო. ანუ ნახეთ აი ოქროს შუალედი. არც დათური სამსახური რომ ტყუილად დაუწერა. არც შენიშნა არაფერი. იქვე ასწავლა. იქვე წერითაც განამტკიცებდა იმას რაც იცოდა. აი ეს არის, ეს მიდგომა და იმანაც რაც თავში მოვყევი. ერთი სიტყვა არ უთქვია საყვედურისა. ისე შეაკოწიწა ეს როული, ისე სკოჩით მოაწესრიგა, ნიშანი დაუწერა არაფერში. მაგრამ ამითი ასწავლა ადამიანს როგორ უნდა მოექცეს. და ამითი თავის საგანზე უფრო მნიშვნელოვანი რამ ასწავლა. და იმიტომ ამბობ რომ აი ეს ერთმანეთისთვის ამის გაზიარება ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ზოგჯერ შეიძლება ერთი სიტყვით, ერთი საქციელით, ერთი დამოკიდებულებით ძალიან ბევრი რამე ასწავლო ადამიანს. ახლა უცბად გამახსენდა ჩვენს წიგნშიც არის ჩარლი ჩაპლინი იხსენებს. პატარა ვიყავიო და მამამო ცირკში წაგვიყვანაო. და რომ მივედითო ბილეთების რიგი რომ იყო. აღმოჩნდა რომ საკმაოდ ძვირი ღირდა ეს ბილეთი და ერთ-ერთი მრავალშვილიანი მამა იყო მისულია და როდესაც იკითხა რა ღირდა ბილეთიო, მე აღარ მახსოვს უცხესო რაღაცა გარკვეული თანხა და ეს კაცი ცოტა უხერხულად შეიშმუშნა, აღმოაჩინა რომ რასაც არ ელოდებოდა ის არის არა და უკან ამდენი ბავშვები ყავს ცირკში მიიყვანა და უკვე ისეთი ფაქტის წინაშე დადგა რომ როგორია ხა ბავშვებს უთხრა რომ არა შვილო წავიდეთ და აღარ იქნება დღეს ჩვენთვის ეს წარმოდგენა და მამა ჩემმა ამოიღო და ძირსო დააგდო რაღაცა არ ვიცი რამდენი დოლარიანი იყო და
აიღო და ეუბნება ბატონო თქვენ გადაგივარდათო ეს ფულიო. ისე ეუბნება არავით ჩემი არ არისო და არა ვარ ჩემი არ არისო, მაგრამ აი აქ თქვენთან დიოდა ეტყობა თქვენიაო და აიღო და მოკლედ იმითი ბილეთები იყიდა იმ კაცმა და ჩვენო წამოვედითო ჩვენ იმ წარმოდგენას არ დავსწრებივართო ცირკისო, მაგრამ რაც იქ მამამ გააკეთაო, მე ეგეთი წარმოდგენა არ მინახია არასოდეს. რამდენსაც ცირკო წარმოდგენას ნახავდა, მაგრამ ის რაც მამამ იმ წუთებში გააკეთა, ეგ მეტი იყო ყველა წარმოდგენაზე ერთად რო შეკრიბო იმაზეც კი მეტი იყო. ამიტომ ახლა აი ჩვენ მაგაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ რა არის ჩვენ შვილებთან ურთიერთობაში ყველაზე მთავარი რა არის. ერთი ესეთი ამბავიც არსებობს. კიდევ ერთხელ ამბობ, მე თავს შევიკავებ ყოველგვარი სახელების და გვარების და იმების. იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცოტა აერდაერია ცხოვრება, ცოტა იქ თამას მიიყო ხელი. მე როგორც ჩვეულებისა ხდება ხოლმე და უგამონაკლისო თითქმის ასეა, უამრავი ვალი დაედო. მე ამ ვალებს უამრავი ტყუილი მოხვა თუ იქ ლომბარდში რაღაცეების დატოვება, თუ როგორც ხდება ხოლმე, რომ გაიწედება ადამიანი, მე 1000 გვარ საშუალებას ეძებს. ერთხელაც ეს ყველაფერი ამ ვაჟის მამამ აღმოაჩინა, ეს ბანკის და ლომბარდების ქვითრები და მთელი ამბები. და ეს ბიჭი ფიქრობს, რომ ეხლა უკვე ძალიან ცუდად აქვს საქმე, სტუდენტი. ძალიან ცუდად აქვს საქმე, იმიტომ რომ მამამ მანქანაში აღმოაჩინა ეს მთელი ამბები, რომელიც არავინ არ იცის და დიდვალებზე ლაპარაკობს. და მამა ეუბნება, რომ შვილო, რატო ნერვიულობდიო მარტო? გეთქო და ერთად მოგვეგვარებინაო ეს საქმეობა. მოდიო, ეხლაცო დედას არ უთხრათო და ერთად მოვაგვაროთო ეს. და ის ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ მამას რო ეჩხუბაო ჩემთვისო, მაშინ არაფერი არ შეიძლებოდა. ისევ იგივე გაგრძელდებოდა, მაგრამ აი ამ სიტყვებმა, აი ამ მიდგომამ ბევრი რამე შეცვალა. ანუ სადაც ადამიანის სინდის შეეხები, აი სადაც ყველაზე უფრო ძირფასია, იქ აგრძნობინებ, რომ ესე იგი შენ შეგიძლია რომ გაუგო და სიყვარულით მოექცე. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხოდა ჩვენ ეს გჭირდება, ესე იგი აი ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან იოლია, რომ ეხლა ძირითადად რა უნდა მოხდარიყო, მამა კარგა უნდა ეჩხუბა, ხო, ესეთი რამდენი მოხდა. მაგრამ ესეთი მიდგომა არ ცვლის ადამიანს. არამედ ეს რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, რომელიც იშვიათობაა და რატომ მოგწონს ჩვენ ახლა ესეთი ისტორიები? იმიტომ რომ ჩვენს გულთან ყველაზე უფრო ახლოს ესენი მოდის. მეც მქონდა ესეთი შემთხვევა, ესე იგი, როდესაც სასულიეროში ვსწავლობდით, თან აუზზე ვმუშაობდით, წმენდავდით მე და ჩემი ძმა და ისე იყო ხოლმე, რომ ხშირად ძალიან დაღლილი მივდიოდი ლექციებზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჯერ მეორე ცვლა ვიყავით ხოლმე. მე პირველ ცვლაში ვერ გადაგვიყვანეს, იმდენად აღარ, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ 7 საათზე რომ ეს ძირფასი კაცი ჩამოგიყვანიათ. მეფე ანანია ჯაფარიძესთან დაკავშირებით ყვები კიდევ ამ ისტორიას. და ისე იყო ხოლმე, რომ დილის 7 საათზე რომ ვამთავრებდით შრომას, ფაქტიურად გამოძინებას ვეღარ წარმოიდგენ, 7-ზე უკვე ბასეინი იხსნებოდა და ჩვენ მაგ დროს მუშაობა უნდა დაგვემთავრებინა. ახლა 7 საათზე სადღაც 4-ზე გვიწევდა რომ ამდგარიყავით, ხან მარკეტილიდან საბურთალოზე გავიდოდით, გზაში ცხოდრო უნდოდა და სანამ დავასუფთავებდით. და ისე იყო, რომ 2 საათზე ლექციები მეწყებოდა. 2 საათზე უკვე ისეთ დაღლილი ვიყავი ხოლმე, რომ ერთი სული მქონდა, მერხზე თავი დამედოდა. ყოფილა შემთხვევები, რომ ზოგიერთ ლექტორს არც მათ გვარებს არ დავასახელებ,
გაუღვიძები ვარ და რაღაც შეურაცხყოფილად უგზნიათ თავი, რომ მე როგორ გავბედე, რომ იქ თავი დავდე მერხზე და როგორ დამეძინე და ყოფილა რამდენიმე დიდ ლექტორს აი ყველასთვის რომ ცნობილი და ისეთი მაგრამ იყო ერთი ასეთი შემთხვევა პირველ კურსზე ვარ მაშინ და იგივე მდგომარეობაში ვარ აი ფაქტიურად გათიშული ვარ და ნახევართ აი ძილბურანში რო ხარ მერხზე თავი მიდევს ჩამოიარა მეოფი ანანია ხო და შემოხედა და თქვა რომ ეთყობაო დაღლილია მეტი არაფერი და აი სიტყვები ისეთ სიყვარულით ჩამეღვარა გულში რომ ვფიქრობ ხოლმე რომ იქ რომ მეტი არაფერი არ მესწავლა მარტო ეგ დამოკიდებულება რომ ვისწავლო ადამიანებთან რომ აი არ ვიფიქრო წარმოიდგინე ახლა ისტორიკოსი კაცი ახლა უცემთავარია და ვიღაც პირველ კურსელი ბედავს რომ ჩემს ლექციაზე თავი დადოს და დაიძინოს ხოლმე ეგ რო არ იფიქრა და რომ შევიდა იმ პირველ კურსელის მდგომარეობაში მაგან მისი სიდიდე კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხოდა ეგ არის მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაში ეგ არის მთავარი შვილებთან ურთიერთობაში თუ მასწავლებლებთან ურთიერთობაში ყველა ადამიანთან თორე ისე სტანდარტულად რომ მე მართალი ვარ და შენ ეს როგორ გავედე და როგორ შეურაცხყოფა მომაყენი ამითი და ასე შემდეგ ეგ მარტივია მაგრამ ეგ ჩვენს სიმცირეს წარმოაჩენს ხოლმე ვიდრე იმას რომ რაღაცა ღირებული არის ჩვენში სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს რას მოვაყოლე ძალიან მიხარია ამ ძვირფასი კაცის ჩვენთან ყოფნა დიდი პატივისცემა ჩემგან პატარაობიდან დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული თქვენს მიმართ იყო აქ ერთი შეკითხვა ასეთი რომ როდესაც რაღაცა ვიყიდიო თუ რაღაც ხორციელი სიხარული მაქვსო ძალიან მიხარიო და თან მეშინია იმის რომ მიხარიო და რამდენად სწორია დაახლოებით ასეთი შეკითხვა იყო ეხლა ჩვენ რო დავაკვირდეთ რაც არ უნდა იყიდო აი დაუშვათ აი შეყარებულია კაცი კინაღა უნდა დაოჯახდეს ეხლა დაუშვათ თუ სადმე მოხდა ისე რომ ამან სხვა სადღაც თვალი ჩაუკრა თავის შეყვარებულს ხო ვეღარ შეხედავს თვალებში ის როგორც მანამდე შეხედავდა და უკვე სინდისი აწუხებს ხომართალი და უკვე ის სიხარული აღარ აქვს ამან დაუკარგა ის სიხარული ხომართალი აი დაუშვათ ჩვენ ვიცით რომ ალექსანდრე ფეხსაცმელებს პროფესიონალურად აკეთებს დაუშვათ იცოდა რომ 50 სანტიმეტრიანი ძაფი ჭირდებოდა იმას და 30 სანტიმეტრით გააკეთა ხო შეაწუხებს სინდის ხო ძალიან წვრილმანებია მაგრამ ხო შეაწუხებს როცა შეეძლო რომ სხვაგვარად გაეკეთებინა სიტყვაზე ამბობ ეს კი ამაგას არ გააკეთებს ზოგადად ვამბობ აი ჩვენს დამოკიდებულებას ანუ თუ ის ხორციელი რაღაცა რაც შეიძინა თუ რაც რაღაცა გახარებს ასე იგი ნიშნავს რომ ჩვენი სინდისი სუფთა თორე ისიც არ გაგახარებთ სადაც სინდისი ადამიანს დამძიმებული აქვს რაღაცის გამო უკვე გემოს უკარგავს ყველა დანარჩენ სიხარულებს შეიძლება ყველაფერი ქონდეს ადამიანს და ადამიანები შემოგნატრობდნენ ნეტა ესე ვიყო მეც მაგრამ შენ იცი შიგნით რა უბედურებასაც ატარებ და რა არის გამოსავალი არის ერთადერთი რამ რომ ადამიანმა თავი გაიმტყუნოს ისეაც წვანია და თქვას რომ შემინდა უფალო მე დავაშავ ეხლა ცუდად მოვიქეცი ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი აი იმ დღეს მანაკირო იყო ბავშვები იყვნენ მე უკითხავდი წმინდა პაისი ათონელის სიტყვებს და ნახეთ რას ამბობს როგორც აი თითქოს რაღაცა სქელი კაუჩუკის რაღაცა ფენა თავის მართლებაო აი ესე წარმოგვიდგებაო ჩვენსა და ღმერთს შორის
რომ იქიდან არანაირი სინათლე, არანაირი სიტყვა, არანაირი სიხარული აღარ მოდის. როდესაც ადამიანი რაღაცის გამო თავს იმართლებს. ცდილობს, რომ რასაც გამართლება არ აქვს, გამართლება მოუძებნოს. და თითქოს ამითი თავი დაიმშვიდოს, მაგრამ სინამდვილეში ამითი უფრო იტანჯავს, უფრო ამრავლებს აი ამ სატანჯოს. იმიტომ რომ სინდისი ვერაფრით ვერ დამშვიდება გარდა შენდობის თხოვნის. ვერაფრით ვერ დამშვიდება. ყველამაც რომ გაგამართლოს, ყველამ თქვა შენზე, რომ აი ეს მართალია, ეს ასე მოიქცეს და რაღაცა ადამიანებმა თავისი სიყვარულიდან გამომდინარე, ჩვენ გამართლებები მოგვიძებნონ. მაგრამ ჩვენ შიგნით ვიცით, რომ იმას გამართლება არ აქვს. და ამ პირიქით ყველამ რომ გვაძაგოს და ყველამ რომ ცუდი თქვას ჩვენზე, თუ შიგნით სინდისი არ გაწვალებს და შენ ის არ გაგიკეთებია, რასაც გაბრალებად, შენ მშვიდად ხარ შინაგანით. ესე რომ აი ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული ადამიანს რა ურთიერთობა აქვს თავის სინდისთან. სახარებაში ასეთი რამე წერია. თქვენ ახლა ეს წაგიკითხავთ და უბრალოდ გახსენებთ. შეურიგდიო შენს წინამოსაჯულსო, წინამოსაჯული მოწინააღმდეგესო. სინდის უწოდებს მაცხოვარი ამას. სინდის რატო რომ ჩვენ ის გვეწინააღმდეგება, როცა ვიცით სიკეთე როგორ გავაკეთოთ და არ ვაკეთებთ. ან კიდევ გვეწინააღმდეგება, როდესაც ვცოდავთ და ის გვეუბნება, რომ არ უნდა ვცოდავდე, აქ ამას არ უნდა აკეთებ. შეურიგდიო შენს წინამოსაჯულსო, ვიდრე მასთან ერთად გზაზე დგახარ და სასამართლოში მიდიხარ. რომ არ მოხდეს ისე, რომ ამ მოწინააღმდეგემ შენ გადაგცეს საჯულს, საჯულმა მსახურსა და მარადიულად საყურებელში ჩავარდე. ანუ რა გითხრა უფალმა, შენ სინდი შეურიგდი, ვიდრე სასამართლოსკენ მიდიხარ. ჩვენ ყველას გველოდება როგორც ჩვენი პირადი სამსჯავრო, ასევე საშინელი სამსჯავრო. ჩვენ ყველანი იქ წავდგებით, არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, ვინც იმის გვერდისავლით მარადიულად გადარჩეს და ცხონდეს. ამიტომ ვიდრე პირში სული გიდგას, ჩვენ უფალი ამას გვეუბნება, შენ სინდი შეურიგდი. როდის შეურიგდები? როდესაც გამხელს თქვი, რომ მართალია, მე დავაშალე. შენდობას ვითხოვ. და წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, რომ რასაც ჩვენ სინდისი გვეუბნება, იმავეს მოვისმენთ ჩვენ ღვთისგან, როდესაც მის წინაშე წავდგებით. ისე რომ ადამიანს არ ეცოდინება, უბრალოდ ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე ეს არ ვიცოდი. იმიტომ რომ შეიძლება აი სახარება არა გაქვს წაკითხული, წმინდა მამათა ნაწერები, მაგრამ სინდისი რო არ ქონდეს ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ამ სინდისთან ერთად არის ყველა. ის გეუბნება, ერთია რამდენად უჯერებს ადამიანი ამას. შეიძლება ყველას წინაშე კარგი იყოს და ყველგან თავისი სიტყვიერი დახელოვნების ხარჯზე ყველგან გაიმართლოს თავი და მოიგოს იმ პაექრობაში, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ აი მარტო რო დარჩება, მან იცის, რომ ის არ არის მართალი. ერთი ასეთი შეკითხვაა კიდევ. ძნელია, როცა მშობელი გყავს ისეთი, რომელიც რწმენაში ხელს გიშლის. არ უნდა ქრისტიანულად ცხოვრება, არც ოჯახში ტკბილად და ჰარმონიულად ცხოვრება. სულ პრობლემებს ქექავენ, ძალით ცუდად მეკცევიან და ჩემს სიტყვას არაფრად აგდებენ. ვიცით, რომ ათმცნებაში გვიწერია პატივიცეთ მშობლებს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ძნელია იყო მორწმუნეც. თან მშობელს პატივის წე, თან შენ სულზეც იზრუნო, როცა სხვისზეც გიწევს ფიქრი, რა ვქნა. ცალკე წავიდე მინდა, მაგრამ მეშინია სულ არ დაიღუპონ თავი, მაგრამ მათთან ხო ვარ მე, მათთან რო ვარ მანგრევენ ფიზიკურადაც და სულიერადაც. ჯერ აქ ერთი რამე უნდა ვთქვათ, ესე იგი, რომ ჩვენი რწმენა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა სხვის სულიერ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. ადამიანი მაგითი ვერ გაიმართლებს თავს, რომ აი მე ასეთი მეზობელი მყავდა და იმიტომ ვერ ვარ ასეთი მორწმუნე. აი ისეთი რომ ყოლოდა, უფრო მორწმუნე ვიქნებოდი. ასეთი მშობელი რომ ყოლოდა, ისეთი მშობელი რომ ყოლოდა. ყველა იმ მდგომარეობით წარდგება ღვთის წინაშე, რა პირობებშიც მას მოუწია ცხოვრება.
ყველას ერთნაირადაც არ მოეკითხება. ზოგიერთის ცოდვა უფრო მეტად მძიმე იქნება, ზოგიერთისა ნაკლებად. მაგალითისთვის ვიტყვი, ერთი ასეთი ცნობილი ამბავი არსებობს, რომ კუნძულზე გემებით, ტყვეებით დატვირთული გემები მივიდა და ამ ტყვეებს ყიდიდნენ და იქ ორი ბავშვი აღმოჩნდა, ტყუპები იყვნენ ეს ბავშვები, გოგონები. და ერთ-ერთი მათგანი იყიდა ერთმა მონაზონმა. და მეორე იყიდა ერთმა მეძავმა ქალმა. ეხლა ესენი ბუნებრივია დები არიან, ხო, მაგრამ ერთნაირ პირობებში ხო არ გაიზარდნენ. ერთი მეძავთან გაიზარდა, რომელსაც სუდისმეტია შეიძლება არაფერი არ დაუნახავს და გაუგონიათ, მეორე მონაზონთან, რომელსაც ლოცვის და სათნოების მეტი შეიძლება არაფერი სმენი. ეხლა ორივე რომ გაიზრდება და ორივე რაღაცა ერთი და იგივე ცოდვაში ჩავარდება. როგორ ფიქრობთ, აი რომელს უფრო მეტად მოეკითხება ღვთის წინაშე? ვინც მონაზონთან გაიზარდა, მართალი. ხოდა ამიტომ აი ჩვენ რა პირობებში ვცვართ, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ ცუდ გარემოში გავიზარდეთ, ამითი თავი ვიმართლოთ. მაგრამ ღმერთი სამართლიანია და მოწყალეა ამავე დროს. ჩვენ ღმერთი იმაზე მეც არ მოგთხოვს, რაც ჩვენ გაკუთვნის, მაგრამ არც ის არ იქნება სწორი, რომ ადამიანმა თქვას, რომ მე აი ესეთი შემაწუხებელი მეზობელი რომ მყავდა, იმიტომ არ მოუთმენელი. და რომ გამაღიზიანებელი ფაქტორი არ არსებობდეს, მაშინ მოთმინებაც რაში უნდა გამოვლინდეს. და თუ ვინმე ჩვენ გვაღიზიანებს, ესე ჩვენი სულიერი სასწავლებელია. ჩვენ ეს გჭირდებოდა ეთყობა და იმიტომ მოხდა. ხო, ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს დაუტოვებია გადასულა სხვაგან. იქაც შეხვედრია ეგეთივე მეზობელი, რომელსაც გამოექცა. და განეგრი არ არის, დედა ბავშვს კოზით არ დავდეს და დასდევს საჭმელი აჭამოს. ახლა რო გაიქცევა, დედა აღარ გაყვება? და ღმერთიც ესე, ჩვენ ის გჭირდება და იმ გარემოს სხვაგანაც შეგიქმნის, იმიტომ რომ ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, მას სჭირდება ის პურნება. და ჩვენ თუ ესე შევხედავთ, უკვე სხვაზე კი არ ვიქნებით გაღიზიანებული, არამედ საკუთარ თავზე. აქაც ამ შემთხვევაში მე მშობელი მორწმუნე მყავს თუ ურწმუნო, ასე მეკცევა თუ ისე მეკცევა, ჩემი მხრიდან მშობლის პატივისცემა, ეს ჩემი ღირსებაა. მშობელი ის კი არა, რომ აი მშობელი იმსახურებს თუ არ იმსახურებს, ჯერ ესეც უკვე არასწორი ნათქვამია, ჩემი მხრიდან, რომ აი მშობელი იმსახურებს თუ არ იმსახურებს. რა იცის ადამიანმა, მშობელმა რამდენი გაიღო იმისთვის, რომ ისე იყოს. ყველას ერთნაირად ხო არ შეუძლია, არ აქვს ერთნაირი შესაძლებლობა. ამიტომაც შვილის ღირსება იცაა, რომ მშობლის ამაგი დააფასოს და მიუხედავად ყველაფრისა, დარჩეს შინაგანად მისი პატივის მცემელი. და ესე იგი, ეს უფალმა რო თქვა, რომ დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს, ჩვენ თუ შევხედავთ, ეს სრულდება ეს. შინაგანად ვინც პატივისცემს თავის მშობელს, სხვაგვარად არის, ვინც უპატივისცემლობით გამოირჩევა და მე რასაც დავთესავ ჩვენ ჩვენი მშობლის მიმართ, იგივე ხდება შვილების მხრიდანაც. აი ახლა შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს გარდაცვლილი ყავს მშობელი, ხო? აი ჩვენ შვილებს თხოვთ, რომ ჩვენ პატივი გვცენ, მაგრამ რამდენად ხშირად მივდივართ ჩვენი მშობლის საფლავზე. რამდენად ხშირად ვანთებთ იქ სანთელს თუ ვასუფთავებთ თუ მოვაწესრიგებთ. მას სჭირდება ეს პატივისცემა და თან კიდე ჩვენ შვილებს სჭირდებათ ეს რომ ეს დაინახონ. თუმცა მათ დასანახად კი არ უნდა ვაკეთებდეთ, კი არ უნდა თამაშობდეთ ამას. არამედ შინაგანად უნდა გძნობდეთ ამ საჭიროებას, იმიტომ რომ შვილს და ბავშვს ვერ მოატყუებ. მე არ ვიცი თქვენ შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ მე შემიმჩნევია რომ აი ზოგჯერ ვცდილობ რომ რაღაც ისეთი უთხრა ბავშვს, რომ ნამდვილი არ არის და შენ გძნობ რომ შენ გინდოდა მოგეტყუებინა, მაგრამ ის არ მოტყუდა. ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ რომ თუნდაც ცუდად გამოვიდა, აი თუ გაბრაზებული ვარ, იცოდეს რომ გაბრაზებული ვარ და არ მოვატყუო რომ ეხლა კარგად ვარ. ტყუილად არ იღიმები, ხო? მირჩენია გულწრფელი ვიყო და არ მოვატყუო. ვიდრე ტყუილად უთხრა რომ შენ გენაცვალე და ხო ხდებით, იმიტომ რომ მე ხარ დიდი ის არა, მაგრამ პატარა გამოცდილება ხო დაგროვდა ამ ბავშვებთან ურთიერთობაში და ერთადერთი რაც
ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელია იმის მოტყუება. სულ ერთია გარეგნულად რას ეტყვი, შინაგანად რასაც გძნობ იმის მიმართ. აი, მან ის გაიგო. გარეგნულად როგორ ლამაზათაც არ უნდა შეფუთო შენი სიტყვები, ის გაიგო იმან, რასაც შენი გული გძნობდა მის მიმართ. და გარეგნულად რომ ცოტა მკაცრათაც უთხრა, მაგრამ შინაგანად სწორი დამოკიდებულება გქონდეს, არა, სწორი мотиваცია, სწორი მიზანი. მან ის გაიგო, რასაც შინაგანად გძნობდი. მე უბრალოდ ეს შემიგჩნევია. კარგით, ახლა ძალიან რომ აღარ გადაგყავოთ, ერთი რამეც მინდა თქვა, ეგ გამორთე